კიდევ ერთხელ მოგესალმებით პოსტივის საინფორმაციო სამსახური აგრძელებს თქვენთვის მუშაობას. სტამბოლში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. დღის მნიშვნელობაზე ქვეყნის კულტურულ იდენტობასა და საქართველო-თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრა ჩვენი ქვეყნის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას. მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში საქართველოს თავმჯდომარეობაზე. ხაზი გაუსვა დიალოგისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას. ოფიციალური ნაწილის შემდეგ საღამო ქართული კულტურის წარმოჩენას დაეთმო მუსიკალური ნომრები გორის ქალთა კამერულმა გუნდმა შეასრულა. მოხარული ვარ, რომ დღეს საღამოს მეძლევა შესაძლებლობა მოგესალმოთ საქართველოს ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სტამბოლში, ამ დიდებულ ქალაქში. ჩემთვის განსაკუთრებული პატივია მივესალმო თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, ბატონ ალფარსლან ბაირაკდარს. თქვენი აკყოფნა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობისა და მჭიდრო მეგობრობის კიდევ ერთი დასტურია. სტამბოლში გაიმართა თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამხრივი შეხვედრა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა რეგიონული თანამშრომლობის მიმართ ჩვენი ერთობლივი მხარდაჭერა. ასევე სიამოვნებით მივესალმები მის აღმატებულებას ბატონ ლაზარ კომანესკუს, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს. ამჟამად საქართველოს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანაა და ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ შავი ზღვის რეგიონში დიალოგისა და თანამშრომლობის განვითარებას. ეროვნული დღე არის სწორედ ის დღე, როდესაც საქართველოს მრავალსაუკუნოვან და მდიდარ ისტორიაზე უნდა დავფიქრდეთ. ცივილიზაციების გზაჯვარედინზე მყოფი საქართველო საუკუნეების განმავლობაში ინარჩუნებდა თავის იდენტობას, ენასა და უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას. ისტორიული ძეგლი ბაზილიკა ცისტერნა შესანიშნავ გარემოს ქმნის დღევანდელი დღის აღსანიშნავად, რადგან ის თავის თავში აერთიანებს ისტორიულ და კულტურულ კავშირებს, ასევე თანამშრომლობის იმ სულისკვეთებას, რომელიც ჩვენს ქვეყნებსა და რეგიონს აერთიანებს. თურქეთსა და საქართველოს აქვთ მყარი პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებულია მყარ მეგობრობაზე, კეთილმეზობლობასა და ნდობაზე. ჩვენი თანამშრომლობა წლიდან წლამდე ფართოვდება და ხდება კონსტრუქციული თანამშრომლობის მაგალითი რეგიონში. პარტნიორობა მოიცავს ფართო სპექტრს: ეკონომიკას, ვაჭრობას, ჯანდაცვას, ტურიზმს, კულტურის სფეროს და ეს თანამშრომლობა სულ უფრო და უფრო მყარდება. ამის მაგალითია ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტები და შეხვედრები. ვფიქრობ, ეს პოზიტიური დინამიკა მომავალშიც გაგრძელდება. დამატებითი შესაძლებლობა ჩვენს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის და ეკონომიკის განვითარებისთვის. ასე ფასდება საპარლამენტო უმრავლესობაში საქართველოს-ჩინეთს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი, რომელიც ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატით განისაზღვრა. სახელმწიფო გუნდის განმარტებით ჩინეთთან, როგორც უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან კავშირების გაღრმავება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკურად და ეკონომიკურად. ქართული ოცნების თქმით, ახალი ეტაპი ასევე შეუწყობს ხელს ტურისტული და ბიზნეს კავშირების კიდევ უფრო გაფართოებას. საქართველოსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ დოკუმენტს ხელი გუშინ ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34 წლის თავზე მოეწერა. ყველანაირად ვცდილობთ, რომ რაც არის საქართველოს ინტერესებში, ჩვენი მოსახლეობის ინტერესებში, ეკონომიკური წინსვლისთვის აუცილებელი, მაქსიმალურად იყოს ყველა შესაძლო პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობა თვისებრივად მაღალ დონეზე უზრუნველყოფილი და ჩვენ ვნახეთ ჩინეთთან 3 წლის წინ დადებული სტრატეგიული პარტნიორობის ხელშესახების შედეგები. და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო მაღალ თამასაზე ადის აღნიშნული ურთიერთობა. ეს ყველაფერი მიმართულია ისევ და ისევ, რომ ეკონომიკა გაიზრდოს, ამავდროულად სოციალური გარემო გაუმჯობესდეს. ჩინეთი არის უდიდესი ეკონომიკის ქვეყანა, რომელთანაც პარტნიორობა ცხადია წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის მეტად საჭირო და მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოცემულობას, თუნდაც შუადერეფანი, რომელსაც საქართველოს როლი უნიკალურია, წარმოადგენს იმ გზაგასაყარს, სადაც ჩინეთს სხვა
აზიის კონტინენტის ქვეყნებს და გამორჩეულად ჩინეთს აქვს დაკავშირებადობა ევროპასთან და პირიქით, ამიტომაც ჩინეთთან ურთიერთობის მნიშვნელობა ჩვენთვის არის, რა თქმა უნდა, გამორჩეული და ხაზგასმული. დარწმუნებული ვარ, ეს ახალი ნაბიჯი კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს როგორც ჩვენ ტურისტებს და ასევე ბიზნესის წარმომადგენლებს ერთის მხრიდან და მეორეს მხრიდანაც, რომ კიდევ უფრო მეტად მოვიზიდოთ ჩვენს ქვეყანაში პირდაპირ უცხოური ინვესტიციები და კიდევ უფრო გამარტივებული იყოს ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობა. ოპოზიციაში კრიზისი მწვავდება, ერთმანეთის მიმართ ბრალდებები კი ახალ მასშტაბებს იძენს. თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას ოპოზიციური ალიანსიდან ნაცმოძრაობის წასulis შესახებ ანა წითლიძემ უპასუხა და თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა ალიანსში რჩება. ნიკა გვარამეიკი სააკაშვილის პარტიას ალიანსის ფიგურანტად აღარ მიიჩნევს და წითლიძეს ტყუილში ადანაშაულებს. ოპოზიციაში არსებულ მძიმე მდგომარეობას გარე ძალების დავალებების შესრულებას უკავშირებენ მმართველ გუნდში. როგორც სახელმწიფო პარტიაში განმარტავენ, საზოგადოებაში ნდობა დაკარგული ჯგუფები ახლა ერთმანეთს უპირისპირდებიან და ამ მრჩევლის მოტყუებას ნაცმოძრაობისგან გამიჯვნით ცდილობენ. მე არ ვიცი ჩერგოლეიშვილი თუ არის მარტო ალიანსში, თუ ერთპიროვნული მართველია და მაგან მიიღო გადაწყვეტილება ერთპიროვნულად, რომ ნაციონალური მოძრაობა არ უნდა იყოს ალიანსში, არ ვიცი, ალიანსში ვართ, ვაგრძელებთ მუშაობას ისე როგორც ვაგრძელებდით, თუმცა ასევე არის კითხვები, როგორც წარმოგიდგენიათ, ახლა ანტიმიშა ალიანსში ნაციონალურ მოძრაობას რამე ფორმით გააგრძელებს, თუ ესე გაგრძელდა ეს ყველაფერი, ხო რაღაც კონდიციამდე მივარ. რა სჭირდება გარიცხვა იმას, რაც ისედაც არ ფიგურანტი არ არის. ყველა მიცის, რომ არა, თოში საცემია კადრებს რო შეხედავ, ხო, რაც არ მომხდარა, იმას ყვებოდნენ თქვენი რესპონდენტი ცოტა ხნის წინ. სამარცხვინო ტყუილებს. მაგ ვინც იყო იმასაც და სხვებსაც გაუხსნა სააკაშვილმა გზა და აი ფურთხების და რა ქვია ბირჟაზე მჯდომის სემიჩკის მჭამელი პოლიტიკოსის რანგს ვერ გაცდა ვერანაირად. როდესაც ვამბობთ, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა და ეს აგენტურა, რომელიც ყველაფერზე ხელმომწერი არის, შავ დღეში ჩაცვიდებიან და არიან კიდეც დასტურდება ფაქტებით. როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ჩერგოლეიშვილი, ბოკერია და გვარამია ცდილობენ, რომ ნაციონალურ მოძრაობას გაემიჯნონ. და ამ ყველაფერს ტირაჟირებენ. აი ეს მოცემულობა როგორ შეიძლება თუნდაც ცადო და საზოგადოებაში შემოიტანონ და მცდელობა ქონდეს ამის დაჯერებისა, უბრალოდ წარმოუდგენელია. ეს ფანჩატური, რომელიც ასე რადიკალებმა საგულდაგულოდ შეაკოწიწეს საბოლოო თავზე ჩამოენგრათ, ეს არის ის ბედი რადიკალიზმისა, ანტიქართული და უსამშობლო ადამიანების ერთობისა, რომელიც აუცილებლად საბოლოო ჯამში გაიშლება, რამე თუ საზოგადოების ნდობა მათ არ გააჩნიათ. ვერ იგდებიან რაღაცა თანხების გაყოფაზე, ვერ იგდებიან როლების გადანაწილებაზე, აი ამ რაღაცა თავიანთ შეთითხენ და შეთხზულ ამ სცენარებში და უნებრივია ეს დაპირისპირება გარდაუვალი იქნებოდა, იმიტომ რომ მათ არ გააჩნიათ იდეა. მათთვის სამშობლო არაფერს არ წარმოადგენს და თავარი მათთვის არის როგორღაც ძალაუფლება ჩაიგდონ ხელში და თავიანთ გარე პატრონებს მოაწონონ თავი და მათ წარმოსახვაში ფუნქცია არ დაკარგონ. ზარდი პოლარიზაციის ფონზე გერმანიაში პოლიტიკურმა ძალადობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ამ სათაურით ესპანური გამოცემა El País გერმანიაში არსებული ვითარების შესახებ სტატიას აქვეყნებს. ავტორი წერს, რომ გერმანიაში პოლიტიკური ძალადობის მაჩვენებელი რეკორდულ ნიშნულზეა. 2025 წელს მკვეთრად და თანმიმდევრულად იმატა როგორც პარტიების წარმომადგენლებზე თავდასხმება, ისე პოლიტიკური მოტივით ჩადენილმა დანაშაულებმა მოსახლეობაში. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ტენდენცია სულ მცირე მიმდინარე წელსაც გაგრძელდება, რის მიზეზით პოლიტიკური რიტორიკის რადიკალიზაცია და საზოგადოების მზარდი პოლარიზაციაა. გასულ წელს პოლიტიკური პარტიების წევრებზე 5140 თავდასხმა დაფიქსირდა, რაც 40%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე, როდესაც 3690 შემთხვევა იყო აღრიცხული. 2025 წელს ფედერალურმა და რეგიონულმა სამართალდამცავმა უწყებებმა პოლიტიკური მოტივით ჩადენილი სულ 85827 დანაშაული დაარეგისტრირეს. ჩადენილი დანაშაულების უდიდესი ნაწილი, სულ 42544 შემთხვევა კვლავ მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე ფრთიდან მომდინარე ძალადობრივ აქტებზე მოდის. ამ შემთხვევების უმრავლესობა ეგრეთ წოდებულ პროპაგანდისტული დანაშაულია, მათ შორის არაკონსტიტუციური ორგანიზაციების სიმბოლიკის გამოყენება. მემარცხენე ფრთის მიერ პოლიტიკური მოტივით ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა კი 35%-ით გაიზარდა და 13490 შემთხვევას შეადგენს.
ბულგარეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას წყვეტს გამოცემა პოლიტიკო ბულგარეთის თავდაცვის მინისტრზე დაყრდნობით წერს, რომ ბულგარეთი კიევს იარაღს აღარ მიაწვდის. სტოიანოვი აღნიშნავს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი ბრძოლის ველზე ვერ გადაწყდება. იარაღის რაოდენობის ზრდას კი მხოლოდ ადამიანური მსხვერპლის მატება მოაქვს. ოფიციალური სოფია მიიჩნევს, რომ დროა მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. გამოცემის ცნობით ეს გადაწყვეტილება ამყარებს ბულგარეთის ახალი მთავრობის პოზიციას, რომელიც უკრაინის მხარდაჭერის საკითხში ევროკავშირის პოლიტიკის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი. ცვლილება მას შემდეგ მოხდა, რაც ქვეყნის სათავეში რუმენ რადევი აპრილში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვებით მოვიდა. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს. ჟინვალის წყალსაცავზე მოქალაქე აკრძალული საშუალებებით, წახლართი ბადითა და ეგრეთ წოდებული კოდორის გამოყენებით თევზაუდა. მასალები, რომლებიც სისხლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიქცევნა. ბრაკონიერების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მოტორიანი ნავიდან უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვავალინეთ. მოუწოდათ მოსახლეობას გაითვალისწინონ, რომ სახლართი ბადით თევზაობა სისხლის სამართლის დანაშაულია. დეპარტამენტი მკაცრ უწყობ კონტროლს ახორციელებს უკანონო თევზჭერაზე. რუსთავის საკრებულოს დეპუტატებმა მოსახლეობასთან ქუჩებისთვის სახელების მინიჭების საკითხზე შეხვედრა გამართეს და მათ შესაბამისი პროცედურები და კრიტერიუმები გააცნეს. კარიგდა საინფორმაციო ბარათები, სადაც მოქალაქეები საკუთარ მოსაზრებებს დააფიქსირებენ. პირველ ეტაპზე სახელის მინიჭება მე-12 და მე-19 მიკრორაიონის ორ ქუჩაზეა დაგეგმილი პროცესი. რუსთავის ურბანული განვითარების მიზნით ხორციელდება, რაც მუნიციპალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის და გადაადგილებას გაამარტივებს. ჩვენი გუნდის მიზანია თითოეული ქუჩის სახელწოდება მოსახლეობის ჩართულობით და საერთო შეთანხმებით განისაზღვროს. საბოლოო გადაწყვეტილება კი ყველასთვის მისაღები და ქალაქის განვითარებაზე ორიენტირებული იყოს. მოვედით, გავსაუბრებოდით და გაგვეთვალისწინებინა მოსახლეობის აზრი, რადგანაც მათი ჩართულობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ამ თემასთან დაკავშირებით გაიმართა მე-19 მიკრორაიონში საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდით მოსახლეობა და შევთავაზეთ ჩვენი ვერსიები. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაბა ნარუჯაში გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. დაბის მეხუთე ქუჩაზე მოეწყო გზის მიერთებები და სანიაღვრე არხები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება და ეზოებში შესასვლელების მოწყობა. გზის რეაბილიტაცია ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. ოზურგეთში კერძოდ დაბა ნარუჯაში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი დასკვნით ეტაპზეა. დაბის მეხუთე ქუჩაზე მოიწყო სანიაღვრე არხები და გზის მიერთებები. ამ ეტაპზე კეთდება 2,5 კილომეტრიანი გზა და ეზოებში შესასვლელები. პროექტს ოზურგეთის მუნიციპალიტეტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს. იყო ძალიან ცუდი მდგომარეობა, გარუსასწორიცი იყო, გეიგე ვერ გაევლიდი. სასწრაფოს რო დავრეკავდი 1 საათი აგვიანდება რომ მოსულიყო და ეხლა ძალიან ყველაფერი სტანდარტულად, ნორმალურად და კარგად არის. კორის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეთა შორის ინტელექტ ჩემპიონატი 2026 ჩატარდა. ტურნირი 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში გორის 64 სკოლის 720 მოსწავლე მონაწილეობდა. გამარჯვებული გუნდები გორის მერიამ სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა. დაწესდა დამატებითი პრიზიც. გამარჯვებული ბავშვები ზაფხულის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ ბანაკში დაისვენებენ. გორის მუნიციპალიტეტში გაიმართა ახალი პროექტი მოიცავს ინტელექტუალურ თამაშებს. ამ პროექტში ჩართული არის ჩვენს მუნიციპალიტეტში არსებული აბსოლუტურად ყველა სკოლა და მიეცათ შესაძლებლობა ამ სკოლის მოსწავლეებს მიიღოთ მონაწილეობა ამ პროექტში, გამოევლინათ მათი შესაძლებლობები. მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 60 სკოლამ, იყო 2 ასაკობრივი ჯგუფი. მადლობა მინდა უთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ ღონისძიებაში, როგორც მასწავლებლებს, პედაგოგებს, ასევე თვითონ მოსწავლეებს. ბათუმში ახალი 21 საჯარო სკოლის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება 1400 მოსწავლეზე გათვლილ. სასწავლო დაწესებულებაში მოეწყო საკლასო ოთახები, სპორტული და სააქტო დარბაზები, ბიბლიოთეკა, მუსიკალური და სხვა მრავალფუნქციური სივრცეები. შენობა სრულად ადაპტირებულია სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ეზოს კეთილმოწყობა და შენობის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა. აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით მიმდინარე წელს კიდევ 25 სკოლის მშენებლობა და 50-მდე სკოლის სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია განხორციელდება.
ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარე ქართული ოცნების პოლიტიკური მდივანი შალვა პაპუაშვილი ბრიფინგს მართავს, რომელსაც ჩვენ პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. მოგესალმებით. ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად და მიზანმიმართულად გახშირდა რადიკალური ანტიქართული პოლიტიკური ძალების მხრიდან განცხადებები